შეეჯიბრა და გამოავლინეს საუკეთესო რობლოქსერი. დღეს ერთმანეთს შეეჯიბრებიან ყველასათვის საყვარელი რობლოქსერები ლალი და მარი. ეხლა კი მე მათ დავუსმევ რამდენიმე შეკითხვას. როდის დაიწყე TikTok-ერ რობლოქსერობა? მე TikTok-ერობა დავიწყე 2024 წლის 7 ივლისს. მე რობლოქსერ TikTok-ერობა დავიწყე 2022 წლის დეკემბერში. კმაყოფილი ხართ თუ არა თქვენი აქტივით და იმით, რასაც ხალხი თქვენთვის აკეთებს? მე კმაყოფილი ვარ და არანაირი პრეტენზია არ მაქვს ჩემს აქტივთან დაკავშირებით. კი, ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი აქტივით და ძალიან მიხარია, რომ ეს ადამიანები არიან და ძალიან კარგი ადამიანები არიან. ბევრი დამხმარებიან, როცა მაგალითად რაღაცაში რობლოქსები მჭირდებოდა ან სხვა რაღაცებში და ძალიან კმაყოფილი ვარ. და მადლობა ამისთვის ყველას. რას ფიქრობთ, როდის წახვალთ TikTok-იდან? მე არ მგონია რომ TikTok-იდან წავიდე, რადგანაც ძალიან ბევრი თბილი კომენტარი მომდის და აქტივით ძალიან მომწონს. TikTok-იდან არ ვაპირებ წასვლას, ანუ არნაირ შემთხვევაში, რომ ესეთ ადამიანებს ვერ დავტოვებ, რადგან ყველანი ძალიან კეთილები არიან და არ შემიძლია ეს ადამიანები დავტოვო და წასვლას არ ვაპირებ, რადგან ყველანი ძალიან კეთილები არიან და ძალიან ბევრი რაღაც კარგი გავკეთებთ ჩემთვის და ამას აიგივეს ვცდილობ ყოველთვის. თქვენი აზრით თქვენ შორის რომელი უფრო კარგი რობლოქსერ TikTok-ერია? ჩემი აზრით, ორივე კარგი რობლოქსერები ვართ, რადგან ორივე ვცდილობთ რომ ყველაფერი კარგად გავაკეთოთ ჩვენ ფოლოვერებს და ჩვენ ფანებს, მაგრამ მარი უფრო პოპულარულია და უფრო ბევრი ადამიანი ისრობს, რაც ძალიან კარგია. მე არ ძალიან ბევრი მისრობს, მაგრამ ხო და ორივე კარგი. ერთმანეთს მიმართ ორივე თანაბარულად, რადგანაც მე მომწონს მისი ვიდეოები და ვაფასებ მის კონტენტს. კარგით, სულ ეს კითხვები იყო. მადლობა რომ მობრძანდით ჩემ შოუში და ნახვამდის. და შენ როგორ ფიქრობ, რომელი უფრო კარგი TikTok-ერია, ლალი თუ მარი? დაგვიწერეთ კომენტარებში.